გამრიცხველიანობა არ აგვაქვს. საშმელი წყალი არ მე მოქალაქე ვარ და მაქვს უფლება ღირსეულად ვიცხოვრო. მოქალაქეების საჭიროებებზე ვიმსჯელებთ რადიო გადაცემაში ჩვენი თვითმმართველობა. ვისმინეთ და გვიყურეთ ინტერნეტში www.radio10.g. თქვენ შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება. რადიო 10-ის პირდაპირ ეთერი ყოველ ხუთშაბათს 5:05 წუთზე. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით. დონური შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA. სად არის ყველაზე მეტი პრობლემა გამოვლენილი და ზოგადად demonstration of Ustream producer. უბნებზე. მოგესალმებით თქვენ სენელებსაც მივესალმები. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა პირველ რიგში მეგეთქვით რომ უკვე დასრულებულია საზღვრები, დაზუსტებულია საზღვრები, მითითებულია უკვე დაზუსტებულია ის შენობა ნაგებობები, სადაც ჩატარდება არჩევნები და სადაც განთავსდება საარჩევნო ადმინისტრაცია, ანუ უბნები მაქვს მიმხედველობაში. ზუგდიდში გვაქვს დღეისათვის 19 უბანი. This is a demonstration of Ustream producer. ანუ ჩვენთან იყო საოლქო საუბნო საარჩევნო კომისიის, როგორც იცით, მოგეხსენებათ 6 კაცს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი და მიიღო მონაწილეობა საკმაოდ დიდი იყო კონკურსანტთა სურვილები, კონკურსში მონაწილეობის სურვილები, სადღაც მე ზუსტ ციფრს გეტყვით, ზუსტი ციფრი მაქვს, ანუ 1346 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და This is a demonstration of Ustream producer. მიიღო ადგილები უბნებში, სადაც ფაქტურად 3 კაცი მოდიოდა ერთ ადგილზე. ჩვენი კადრების იმის მაგინდათ რომ კადრების შერჩევის კუთხით არ გაგჭირვებიათ? გაჭირვებაც არის და არის, იმიტომ რომ გეტყვით ახლა, იმიტომ ძირითადი დაკომპლექტების ძირითადი мотиваცია ოლქს ქონდა რა, პიროვნება ჯერ ესეთი უნდა იყოს გამოცდილი. ქონდეს რაღაც ელემენტარულად შეხება საარჩევნო პერიპეტიებთან და This is a demonstration of Ustream producer. შეერწყას უნდა ერთმანეთს გამოცდილმაც უნდა მიიღოს გამოცდილება ხო გარკვეული პერიოდის შემდეგ და შესაბამისად ჩვენი მთავარი ძართულია ეს რომ ამოდენა კონკურსია აირჩიო ღირსეულები. შესაბამისად იქნება ბევრი განაწყენებულიც იქნებოდა, მაგრამ ოლქის თუმცა დაუდგონი გასაჩივრების საშუალება. გასაჩივრების საშუალება იყო, იმიტომ რომ ეს ღიად ტარდებოდა კომისიის ხდომები, ღიად გამოცხადდა გამარჯვებულების განკარგულებაც გაიკრა შესაბამის ადგილას. This is a demonstration of Ustream producer. ამ განკარგულებას და იქ მითითებულიც იყო გასაჩივრების ვადები. დღეისათვის უკვე დასრულებულია ყველა 109 უბანში დაკომპლექტება, პარტიებმაც თავიანთი ხალხი წარმოადგენს. პირველი სხდომას როდის მართავენ საუბრის? პირველი სხდომა გაიმართება, მე სავარაუდო ციფრს გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ეს განკარგულების დონეზე არ არის ეს გაფორმებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გრაფიკი, რომლის უფრო დაახლოებით 22-23, რადგანაც ზუგდიდი არის of Ustream producer. 109 უბანია, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ პირველი სხდომები ქალაქში ჩატარდება 22-ში, სოფლად 23-ში. კეთილი, ბატონო კობა, საუბარი იმაზე დაიწყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ზოგადად ეს პედაგოგთა კონტინგენტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ყველა არჩევნების დროს, გულისხმობს საუბნო საარჩევნო კომისიებში მათ მონაწილეობას. გარკვეული ტენდენციაა და ვთქვათ სამინისტროს This is a demonstration of Ustream producer. ამ პროცესში ამავდროულად ყურადღება უნდა დავამახვილოთ იმაზე, რომ ბევრი უბანი გახსნილია სკოლის შენობაში. არის თუ არა მართლაც რისკების შემცველი, თქვათ ის რომ პედაგოგი არის საუბნო კომისიის წევრი და ამავდროულად არის თუ არა რისკი რომ ის როცა არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიეჩვია წლების განმავლობაში იმას რომ მან იცის უკვე თქვათ რომ პედაგოგი არის საუბნო კომისიის წევრი. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია პედაგოგებს თან დაკავშირებით სამინისტროს უფრო ცელდება სკოლის დირექტორებზე ესეთი მოთხოვნები, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად არიდონ თავი და რაც შეიძლება პედაგოგს არანაირი შეზღუდვა არ აქვს პედაგოგმა რომ მიიღოს საარჩევნო კომისიაში
მონაწილეობა უბრალოდ იქ უნდა დაიცვას მან თავი პროცედურები გარკვეული საჯარო მოხელის შესახებ კანონში არის პირდაპირ გაწერილი კოდექსში თუ როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი იმ შემთხვევაში თუ ის გახდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. Ის რაც შეეხება სკოლის შენობებში სამწუხაროდ ეს არის რეალობა. ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან ცოტა გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში ყოფი შენობა ნაგებობი, რომელშიაც შესაძლებელია და კანონის მიხედვით შესაძლებელია რომ ჩატარდეს შევიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია. ანუ სოფლების მაგალითად რო არის, სოფლში დგას ძველი სოფლის საბჭოს შენობა, რომელიც რეალურად ამორტიზებულია უმეტესწილად. დიდი შეიძლება თქვა ძველი კულტურის სახლი, რომელიც ასევე ნახევრად დანგრეულია და არის სკოლა, რომელიც This is a demonstration of Ustream producer. გამთვალისწინებთ რომ ბაღებშიაც წერდება ეწყობა უბნები. სამწუხარო რეალობაა, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში ახლა მართლა საოლქო საარჩევნო კომისიას კი აქვს კოდექსით პირდაპირ მითითება რომ არ შეიძლება იმ შენობაში სადაც ადმინისტრაციული ორგანოებია განთავსებული იქ ერთადრო იყვნენ, მაგრამ რაც შეეხება უბანზე ასეთი კატეგორიული მოთხოვნა არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად რომ აი ეს თანხმედრა აგვეცილებია და რო არ გამოეწვია ამას შემდეგ ზედმეტი This is a შეკითხვები. demonstration of Ustream producer. ადმინისტრაცია იყო განთავსებული უბნებში ჩვენი თხოვნა იყო და გაითვალისწინეთ მათაც რომ ადმინისტრაცია სოფლის ადმინისტრაციაზე მაქვს მხედველობაში ისინი გავლენ დროებით იმ შენობიდან და ეს შენობა გადაეცემა საარჩევნო ადმინისტრაციას უბნებში ასე რომ ზედმეტი პოლიტიკური რაღაც დაძაბულობები რო არ შემოვიტანოთ. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ზუგდიდში არსებულ ვითარებაზე. დღეს This is a demonstration of Ustream producer. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ქალბატონ თამარჟვანიას, რომელიც გაახავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი. ბუნებრივია მასთან ჩაწერილი ცელ ინტერვიუს ჩვენ თავიდანვე ვერ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის საერთოდ რომ არ ითვალისწინებს სამხელო ფორმატს, თუმცა მოკლე მონაკვეთს დაახლოებით რამდენიმე წუთიანს ძირითად საკითხებზე გთავაზობთ და მე ვთხოვ პროდიუსერს რომ შესთავაზოს ეს მსმენელს, თუმცა მანამდე გეტყვით რომ შეგიძლიათ დაგვირეკო ტელეფონის ნომრებზე 22 This is a demonstration of Ustream producer. და დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრება ან კითხვა. ახლა კი გთხოვთ ქალბატონ თამარჟვანიასთან ჩაწერილი ინტერვიუს მოკლე მონაკვეთი ეთერში. რა არის ძირითადი პრობლემა თქვათ არჩევნების ადმინისტრირების კუთხით ქვეყანაში? მე ამ ეტაპზე ასე მკვეთრად გამოხატულ და სერიოზულ პრობლემებს ჯერჯერობით ვერ ხედავ ადმინისტრირების კუთხით, გულისხმობ არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, ჯერჯერობით ყველაფერი მიმდინარეობს გეგმიურად. ერთადერთი თემა, რომელიც იყო ჩვენი ასევე განხილვის თემა. This is a demonstration of Ustream producer. ზოგიერთ საარჩევნო ხშირ შემთხვევაში ყველა საარჩევნო გულისხმობს, როდესაც უბნების დაკომპლექტების დროს ჩვენ ვერ მივიღეთ საკმარისი განაცხადები იმისთვის, რომ კონკურსის საფუძველზე აგვერჩია საჭირო რაოდენობის კომისიის წევრები, თუმცა ეს იყო მხოლოდ ცალკეული ოლქები და არა ყველა ოლქი, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ჰქონდა პირიქით კონკურსის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ოდენობა, ზოგი ოლქი ანუ აბსოლუტურად This is a demonstration of Ustream producer. ქალბატონ თამარ, ერთი თემა, რომელიც მუდმივად აქტუალურია ყოველ არჩევნებზე, ეს გახლავთ შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეები, რომლებიც დასაქმებულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, წერენ შვებულებაზე განცხადებას, ერთვებიან საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში. ხომ არ ქმნის ეს გარკვეულწილად პრობლემას, თქვათ, არჩევნების მიუკერძოებლობის კუთხით, თან დავამატებ ამას, რომ ჩვენ გვახსოვს წინა წლებში, წინა არჩევნებზე, როდესაც თქვათ, საუბნო კომისიის თავმჯდომარეები ხშირ შემთხვევაში of Ustream producer. დირექტორები რა ხდება ამ მიმართულებით, ამ არჩევნებზე რა მოხდება, შეიცვლება თუ არა სიტუაცია? რაც შეეხება ესე იგი ზოგადად რა თქმა უნდა რესურსები ხება, რომელსაც იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიზნებისთვის. მე უკვე ვისაუბრე ამ თემაზე, რომ რესურსი პირიქით უჭირს საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი კადრების მოძიება და ის რაც თქვა კანონმდებლობით არ არის საკმაოდ ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით რომ ეს This is a demonstration of Ustream producer. შესაძლომი კერძოების თემა ეს ზოგადად რა თქმა უნდა პოტენციურად ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც იმ მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური პარტიები არიან ადმინისტრაციებში წარმოდგენილი და მათაც შეიძლება ჰქონდეთ რაღაცა პოლიტიკური ინტერესები და მიკერძოება კონკრეტული
is a demonstration of Ustream producer. უნდა იყოს ერთი, ეს არის კანონშესაბამისობა, გამჭვირვალობა. იქნება მიკერძოება, გვექნება ადეკვატური რეაგირება. კიდევ ერთი კითხვა, რაც ეხება ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ბლოგს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ზუგდიდში იმყოფებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, რომლებიც ამავდროულად არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და წევრები და კონტრაქციაზე, რომელსაც ატარებდა დაიცავის საქართველოს წევრი კახა მიქაია, იმყოფებოდნენ გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც არიან This is a ამავდროულად demonstration of Ustream producer. თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და რა რეაგირების გაკეთებას აპირებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია? რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ ფაქტებს, მე ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მაქვს ამ შემთხვევაში არა ოფიციალურად, არამედ საჯაროდ გაცხადებული, ანუ მედია საშუალებებიდან მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია. სიმართლეს მოგახსენებთ, რომ მე პირადად გუშინ ვისაუბრე საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელს და მას ვთხოვე, რომ ეს დოკუმენტები და This is a demonstration of Ustream producer. ვინაიდან ის გაცხადებული იყო საჯაროდ ოფიციალურად მოწოდებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ვინაიდან რა თქმა უნდა თქვენ მიხვდებით, რომ ეს შესაბამისი ოლქის განსახილველი და მოსაკვლევი თემაა, მაგრამ თუ მოგმართავთ ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა ამ თემაზე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური მოკვლევა. მე ესე იგი მედია განცხადება მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და ვნახე, რომ იქ იყო სამუშაო საათებში თქვენს მიერ დაფიქსირებული ფაქტები. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, This is a demonstration of Ustream producer. და ამავდროულად სამუშაო საათებში ინფორმით, რაც აგიტაცია ითვლება, მაგალითად სიმბოლის ან რაღაც აქტიური მონაწილეობა და არა პასიური მსმენელის თქვა რანგში ყოფნა, ეწეოდნენ აგიტაციას, ჩვენ ამას აუცილებლად მოკვლევის შედეგად დავადგენთ და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩემთვის ეს ცნობილია მხოლოდ მედიას მეშვეობით და ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური მომართვა საერთაშორისო გამჭვირვალობისგან არ მიგვიღია. მე დღესდღესაც მოვიკითხე ეს საკითხი, იმიტომ რომ მე This is a demonstration of Ustream producer. რაიმე ამ ტიპის დარღვევა ჩვენ გვქონდეს ადეკვატური რეაგირება. ეს გახლავთ ქალბატონი თამარ ჟვანია, რომელმაც ისაუბრა ზოგადად თავარ ტენდენციებზე, რაც გამოიკვეთა წინასაარჩევნო პერიოდში, პრობლემებზე და ასევე კონკრეტულად ზუგდიდის მაგალითზე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა საჯარო მოხელეები იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. ახლა კი მსმენელია ხაზზე, დადროկობა ალბათ თქვენთან იქნება კითხვა, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ? This is a demonstration of Ustream producer. ადგილობრივ თქვა თემებთან დაკავშირებით, რაც ეხება ზოგადად საარჩევნო ადმინისტრირებას, სიები ყოველთვის იყო თქვა აქილევსის ქუსლი ყოველი არჩევნების დროს და ეს იყო არა მარტო პოლიტიკური განცხადებების კეთების საშუალება, საფუძველი, არამედ ზოგადად ბრალდებები, ცესკოს მისამართი და ასე შემდეგ. რა ეტაპზე არის ახლა ოლქში სიების დაზუსტების თემა და რა ხდება ამ მართლობით ზოგადად? მოგახსენებთ სიებთან დაკავშირებით წელს არის საარჩევნო კოდექსში ცვლილება არის შეტანილი და ეს არის Ustream producer. ადრე თუ კეთდებოდა კარდაკარდ წელს მოხდება კარდაკარი პროგრამა იყო ასეთი, როდესაც არჩევნებსა და არჩევნებს შორის შუალედში ეწყობოდა სპეციალური კომისიები და ისინი ამოწმებდნენ ამორჩეულთა სიას, მიდიოდნენ ადგილზე, გადიოდნენ და ასე შემდეგ. წელს მოხდება როგორ აირჩევა, ჩატარდება პირველი სხდომები, აირჩევა თავმჯდომარე დივანი მოადგილე, ანუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ამის შემდეგ მათ დაურიგდებათ ამორჩევლის ბარათები. სადღაც 30 სექტემბრიდან demonstration of Ustream producer. უბანში ივლიან კარდაკარ ამ ამორჩევლის ბარათის საშუალებით მივლენ შეხვდებიან თითოეულ ამორჩეველს და მოხდება გადამოწმება, დაზუსტება ესა თუ ის ამორჩეველი რა მდგომარეობა რეალურ სურათს დაბდებენ. ამ ბარათების მიტანას მოქალაქეებმა. თვითონ კომისიის წევრები, უბნის კომისიის წევრები, ანუ ყოველ დღიურად ისინი ივლიან თითოეულ მოქალაქესთან მივლენ რა თავიანთ უბანში. This is a demonstration of Ustream producer. ახალი მოთხოვნები კოდექსში რეგისტრაციიდან მოხსნილი ამორჩევლები. საქართველოს ხო ძალიან ესეთი თემაა. საქართველოს მასშტაბით სადღაც მე შეიძლება შევწდე, მაგრამ 70,000-მდე არის ასეთი ამორჩეველი რეგისტრაციიდან მოხსნილი.
წელს რას ნიშნავს რატომ მოხდეს? ნუ ეს პიროვნებები სავარაუდოდ მე ერთ-ერთ მექანიზმს გეტყვი რომ იყვნენ ჩაწერილი ამა თუ იმ მოქალაქესთან და ქონდათ ამ მოქალაქეს ჩაწერის ფაქტური მისამართი ქონდათ. This is a demonstration of Ustream producer. და მისამართი. შემდეგ მოქალაქემ განაცხადა რომ ეს ხალხი არ არიან ჩემი ოჯახის წევრები და შესაბამისად რეესტრმა ისინი ამოწერა იმ ოჯახიდან და დარჩენ ჰაერში. ანუ რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები. მაგრამ როგორც ამორჩევლები ისინი რჩებიან კონსტიტუციის მათ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ნებისმიერ უბანში თუ სად? არა, იქ ფაქტობრივი ადგილის მიხედვით. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რითაც არიან ისინი საარჩევნო სიაში. ანუ რესტმა კი ამოწერა Ustream producer. დარჩენ სიტყვაზე თქვა ჩვენს ოლქში. და კონკრეტულად ერთ-ერთ უბანში. მაგრამ ეს ამომრჩევლები უკვე რეგისტრაციიდან მოხსნილები არიან და კოდექსში როცა შევიდა ცვლილება სადაც პირდაპირ ამიტიდებული რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როდესაც ისინი მივლენ ან ოლქში, ან უბანში, ან შესაბამისად რეესში მიმართავენ დარეგისტრირდებიან და 15 This is a demonstration of Ustream producer. ციფრებში 15 ოქტომბრამდე მე მგონი 10 ოქტომბრი ხო და დარეგისტრირდებიან შესაბამისად მათ მიეცემათ საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ხოლო ვინც არ მიიღო და არ გაივლის ამ პროცედურას ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ვისმენთ რადიო ათინათზე, ასევე www.radio-athinathi.g. ეს არის გადაცემა ჩვენი თვითმმართველობა. დღეს კი ვშიოლობთ იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ 77-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი კობა კვარაცხელია. ახლა კი პროდიუსერი მაცნობებს რომ ზარია, მსმენელი ზარია, მე გთხოვთ თქვენს კითხვაზე This is a demonstration of Ustream producer. მოგესალმებით. ამჯერადაც მსმენელს არ აქვს საშუალება რომ ტექნიკური ხარვეზებად გავარძელოთ საუბარი. ბატონო კობა, ქაბატონი თამარი საუბრობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თემაზე, რაც ზოგადადკვირვული პრობლემაა და გასული წლის წინა საარჩევნო პერიოდი ჩვენ გვახსოვს რომ გამორჩეული იყო. თქვენი საოლქო კომისიის უფლებამოსილებაზე რო ვისაუბროთ, ანუ რა რეაგირების მოხდენა შეუძლია საოლქო კომისიას და რას აკეთებს იმ მმართველები This is a demonstration of Ustream producer. მე მინდა გითხრათ რომ შარშან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო დაჯარიმდა სამი პიროვნება. ეს უშუალოდ ოლქმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლობა და ოლქმი და შემდეგ სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ოლქის ესე იგი ძალიან მწირე აქვს ოლქს რომ მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება ჩვენ დამოკიდებული ვართ იმ ინფორმაციაზე რომელსაც მოგვაწვდიან This is a demonstration of Ustream producer. თვითონ მოქალაქეები და შესაბამისად ჩვენ რეაგირებას ვახდენთ იმ ინფორმაციაზე რომელიც შემოვა ოფიციალურად ჩვენთან ოლქში. ამას ემატება ისიც რომ ოლქს მოკლევის ორგანო არ აყავს. ახლა ჩვენ უნდა დავეყნოთ ინფორმაციას, ეს ვიზუალური ინფორმაცია იქნება. უნდა გადაამოწმოთ ის. რა თქმა უნდა, ამის გადამოწმება ხდება, მაგრამ შეიძლება ადეკვატური გადაწყვეტილება ვერ მივიღოთ. შეიძლება უფრო მძაფრად პრობლემა, მაგრამ ინფორმაცია თუ არ არის იმის მომცვლელი თუ რა ხდება. demonstration of Ustream producer. ადეკვატურად ჩათვლის ის პიროვნება, ვინც შემოიტანა საჩივარი იქნება თუ განცხადება. რაც შეეხება დღევანდელ სურათს რა ხდება თვითონ ოლქში რომ დღევანდელ მე მგონი გაცილებით 7 გარემოა წინა საარჩევნო ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი საელჩო უსვამს ხაზს რომელიც საქართველოში თქვა დაკრიტებულია და განცხადებებში აღნიშნულია ამჯერად მაინც იმედი მაქვს რომ გავამართლებს პანელს და შემოვაათ ეთერში This is a demonstration of Ustream producer. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ კეთილი არც ეს მსმენელია გამონეკლის გამარჯობათ ორი კითხვა პირველი კითხვა შემდგომარეობს შემდეგში შშმ პირების საჭიროებებთან რამდენად არის ადაპტირებული დღეს საუბრობთ საარჩევნო კომისიები ანუ რამდენად შეუძლიათ ეთნიკურ მიჯაჭვულ ადამიანებს თავისუფლად შეახციოს საარჩევნო უბნებში და მეორე კითხვა მაინტერესებს This is a demonstration of Ustream producer. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა იმისათვის რომ შეძლონ არჩევნებში
დიდი მადლობა. პრინციპში მეორე კითხვას თქვენ უკვე გაეცით პასუხი. მე უფრო დავამატებდი, გვაქვს თუ არა თქვა მონაცემი რამდენი ადამიანია ჩვენ სოლში, ზუგდიდის 67 ოლქში, რეგისტრაცია მოხსნა და მეორე რაც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებას და საშუალებას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რაც ეხება რეგისტრაციიდან მოხსნილი ამორჩევლების შესახებ რაოდენობაზე 22-ში უკვე ჩვენ გვექნება ოლქის და იქ გვექნება ზუსტი მონაცემები. და პირველ შეკითხვას ეტლით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აი პანდუსები თუ არის სპეციალური მოწყობილი უბნებში მე გეტყვით რომ სულ ოლქში გვაქვს ასეთ 14 უბანი და აქედან უმრავლესობა არის საჯარო სკოლაში აი ამ 14 უბნიდან სამწუხარო ძალიან ცუდი რეალობაა ესეთ ფაქტია რომ შენობებს ის რაც ჩვენ გადმოგვეცა შენობებში არ არის მოწყობილი ამის საშუალება არ არის მაგრამ კოდექსი გვადლებს იმის საშუალებას რომ თუ ასეთმა პირმა მოგმართა ჩვენ არჩევნების დღიდან 15 დღით ადრე დღემდე 15 დღით ადრე მოგმართა შემოვიდა შესაბამის განცხადებაში ან ოლქში ან უბანში და დააფიქსირა რომ მას სურს მისვლა არის ესეთი პიროვნება და მას სურს მისვლა ოლქში ჩვენ გამგეობის შესაბამისი სამსახურების ვალდებული ვართ რომ ასეთ ადამიანს შესაბამისი პირობები შევუქმნათ შეიძლება თქვა თავად ამ საარჩევნო ყუთი მივიდეს ამომრჩეველთან და არა რა თქმა უნდა არ არის არანაირი პრობლემა არ არის მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს სურვილი რომ ის თვითონ მივიდეს საარჩევნო უბანში ჩვენ უნდა შევუწყოს მათ ხელი ამისათვის ისე ბატონ გობა თუ არის მონაცემები რამდენი ადამიანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამომრჩეველი სამწუხაროდ ასეთ მონაცემებს ჩვენ არ ვარ წარმოვებ და არც აგვაქვს ამის სტატისტიკა და მე მივდივარ უბანში და თხოვს ხელი შემიწყოთ ასეთი მოთხოვნებით არ შემოსულა მე 2006 წლიდან ვარ საოლქო საარჩევნო კომისიაში და ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა კიდევ ერთი მსმენელია და მოусმინოთ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით გამარჯობა არის მის როგორ ჩემსმენელს კეთილი ანუ თქვენ ამბობთ რომ ამ ეტაპისთვის ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ მოსულა ამომრჩევლისგან არ შემოსულა თორემ აი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი არის მოთხოვნები მაგრამ კონკრეტულად ამორჩევლისგან ჯერ ესეთი მოთხოვნა არ შემოსულა და ასეთი უბანი არის 14 უბანი ჩვენთან რომელიც ადაპტირებულია უკვე წინასწარ არის მოწყობილი სპეციალური პანდუსები სადაც შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებამ თავისუფლად გადაადგილდეს და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ახლა კი მსმენელს და მაყურებელს თავზე მოვისმენთ ვირომელ პირებს, რომელ საჯარო მოხელეებს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, საუბარია სამუშაო საათების განმავლობაში, რა თქმა უნდა, როგორი იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოთხოვნა ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში და რა მივიღეთ ამ თემებზე საუბრობს ლევან ნატროშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერი და მთავარი საარჩევნო მკვლევარი. სადამდე უნდა ავიდეთ ხო ცოტა ესეთი თემაა ხოლმე ეს არ არის ერთიანი სტანდარტი ჩვენ თავაზობთ ხო გუბერნატორი ამოსულიყო აი ამ სეიდან და მათ არ ქონოდა თვალება გამგეობის მოადგილეს ეხლაც არა მათ აკრძალულიათ სამუშაო საათებში და როდესაც უშუალოდ ასრულებენ თავიანთ სამსახურებელ მოვალეობას აი ამ პერიოდში ნებისმიერ საჯარო მოხელეს მათ შორის გამგეობის მოადგილეს აქცევულიათ აგიტაციის გაწევა თუმცა თუ შევ მაგალითად არასამუშაო საათები და აღშობილება შეიძლება მაშინ შეუძლიათ და გამგებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ამაზე არის საუბარი ადრინდელი რეკომენდაცია ძალიან ხშირად და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და სხვათა შორის ისინი აპირებდნენ კიდეც აი ამ ყველაფრის გათვალისწინებას ჩვენთან საუბარში ესე აღნიშნავდნენ მაგრამ საბოლოოდ მე აღმოჩნდა რომ საერთოდ ზოგადად აი ამ ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ბევრი უცნაურობა მოხდა ბოლოსკენ ბევრი რაღაცაზე რაზეც შევჯერდით ჩვენ და ასე პოლიტიკური პარტიები აღმოჩნდა რომ უცებ აღარ დათანხმდნენ ამაზე მმართველი კოალიციის წარმომადგენლები და ბევრი რაღაცა აი განსაკუთრებით ადმინისტრაციული ფაქტი არის მათ შორის ესაც იყო როდესაც ანუ ეს წრე უნდა დავიწროებულიყო მაგრამ საბოლოოდ
არ შედგა ამაზე კომპრომისი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ როგორც მინიმუმ ეს ორი თანამდებობა მაინც უნდა შეიზღუდოს, ეს არის გამგებელი და გუბერნატორი, იმიტომ რომ განსაკუთრებით გამგებელი, რომელიც არის ადგილობრივ დონეზე, ასე ვთქვათ, მენეჯერული თანამდებობის პირია, ხო? შესაბამისად, მას როგორც წესი არ უნდა კონდეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური აფილიაცია, იმიტომ რომ This is a demonstration of Ustream producer. ყავს ეგრევე შენ გიჩდება იმის განცდა, რომ ეს არის იმის წარმოადგენელი, როდესაც ის თან აგიტაციას აყოლებს ამ ყველაფერს, ხო? შესაბამისად, ნეიტრალური უნდა იყოს ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა ზოგიერთები უფრო შორს მიდიან და ამბობენ, რომ საერთოდ დანიშნული თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ აი ამ საარჩევნო აგიტაციაში ჩართულები და მათაც შეზღუდვა უნდა რწევდების, როგორც თქვა მინისტრის მოადგილე. ჩვენ ესე შორს არ წავსულვართ, რადგანაც გარემოებიდან. This is a demonstration of Ustream producer. ამაში რა თქმა უნდა გარკვეული სახეაზრი არის, რომ მხოლოდ არჩევით თანამდებობის პირები იყვნენ, პოლიტიკური თანამდებობის პირები საარჩევნო მიზნებისთვის როგორც მინიმუმ და მხოლოდ მათ შეეძლოთ ნებისმიერ დროს აგიტაცია, როგორც არის თქვა პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ. ეს იყო ლევან ატროშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი საარჩევნო მკვლევარი, საუბრობდა იმაზე, თუ ვის აქვს უფლება მიიღოს საარჩევნო აგიტაციაში სამუშაო საათების დროს. მსმენელია ხაზზე და თხოვ კითხვას ან მოსაზრებას. This is a demonstration of Ustream producer. აი რა მაინტერესებს კითხვები აღნიშნეთ ნაწილობრივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბატონო. შეზღუდულ თაფლით როგორ შეიძლება გადაგ თუ მაგალითად ამორჩეულ სურვილი აქვს მედიცინის უბანში, მაგრამ როდესაც ხდება თვითონ აი სიტყვიერად უარის თქმა, როდესაც განუსახიერებლობის კომისიის თავმჯდომარე და უარს ეუბნება იმ ადგილზე მიაღებინოს უბანში არჩევნებდა მიუხედავად პროცესები და იქ მოგიტანა რამდენად სამართლი. This is a demonstration of Ustream producer. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის. მე უბრალოდ თხოვდით, რომ არ გამოვიყენოთ ეს ტერმინი უნარშეზღუდული, ეს არის მიუღებელი ტერმინი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ასე იცნობს თანამედროვე და ვთქვათ დემოკრატიული საზოგადოება ამ ადამიანებს. მეც თხოვდით ჩემს ყველა მსმენელს და რადიო ათინათის ყველა მსმენელს, რომ მსგავსი ტერმინი This is a demonstration of Ustream producer. მე გავიგე კითხვა და ეს არის პირდაპირ რაც თქვა პიროვნებამ, ეს არის კანონდარღვევა, როდესაც როგორც განაცხადა თავმჯდომარემ უარი უთხრა მას, რომ მიეცა თავისი არჩევანი დაეფიქსირებია უბანში და მიუტანდა სახლში ყუთს. ესეთი რაღაცა კოდექსი ამას არ ითვალისწინებს. მე როგორც წეღან აღნიშნე, თუ პიროვნება მიმართავს უბანს, რომ მას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისად მიეცეს მას საშუალება, ანუ მოეწყოს უბანი იქნეს ადაპტირებული ამ ადამიანებისათვის, უნდა უზრუნველყოს კომისიის თავმჯდომარემ მიმართოს უნდა მუნიციპალიტეტის გამგებელს, მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს ამ უბნის მოწყობა და ეს პროცედურა კოდექსი ამას ითვალისწინებს, ხო, რაც შეეხება მოგაცემი გადასაღანი ყუთით, ეს არის სურვილის მიხედვით. და არა ვიღაცის ახირება, რომ აი მე მოგიტანი შე გადასაღან ყუთს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თუ ის პიროვნება არის იმ პერიოდში მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. This is a demonstration of Ustream producer. ხოლო მეორე შეკითხვა იყო ის, რომ აი მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებზე მე გეტყვით, რომ ყოველ არჩევნებში ჩამოდით ჩვენ ჩამოგვაქვს სპეციალური ეს ბრაილი შრიფტით არის დაბეჭდილი, ხო, სპეციალური ბიულეტენები, ასე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება ამ ადამიანებს. ოღონდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ არა გვაქვს სტატისტიკა, რამდენი ასეთი ადამიანია ამა თუ იმ უბანში და თუ მოგმართავენ არჩევნები 3 დღით ადრე. This is a demonstration of Ustream producer. ამის სტატისტიკა უნდა აწარმოონ საუბნო კომისიებმა იმისთვის, რომ ბუნებრივ ისინი ყველაზე ახლოს საუბნო კომისიები ამის სტატისტიკას შეიძლება იმ პერიოდისთვის შეიძლება აწარმოონ, ხო, იმიტომ რომ ესენი მუდმივმოქმედი კომისიები არ არიან და რაღაც მონაცემი მაინც დაბრუნდება. რაღაც უფრო სწორი ფორმაც იქნება ის, რომ თვითონ ამორჩეულმა მიმართოს და ან უბნის კომისიის წევრებმა იმუშაონ იმ ამორჩეულთან, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. This is a demonstration of Ustream producer. პრინციპში ყველაფერი იმაზე, რაზეც საუბრობ, დგას ერთ საკითხზე, მივა თუ არა ამორჩეველი საარჩევნო ყუთთან არჩევნების დღეს.
და რა არჩევანს გააკეთებს. ბუნებრივია ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე თუ ვის რა პოლიტიკური პრეფერენცია აქვს და საითკენ იხდება მისი პოლიტიკური გამოვნება, მაგრამ მთავარია მგონი ყველა იმას თანხმდებით, რომ არჩევნები მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა ადამიანები, მოქალაქეები აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. რადიო ათინათმა გამოიკითხა ზუგდიდის მოქალაქეები, ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქეები და ზუგდიდის სტუმრები, რას აპირებენ ისინი მიდიან თუ არ This is a demonstration of Ustream producer. ეს ბუნებრივი არ არის პრეტენზიის მქონე ჩანაწერი იმისა, რომ ეს არის სრული სურათი თქვა იმისა, მაგრამ თუ ვიმჯერებთ თუ ასეთი განწყობა მოქალაქეებში წინასაარჩევნოდ, არჩევნები ნამდვილად შედგება, მე ვთქვი, რომ როდესაც გაუშვას ეს ჩანაწერი. მიდიხართ არჩევნებზე? აუცილებლად. მოხოცი ვარ, მაგრამ მაინც უნდა მივიღო მონაწილე. როგორ არ დავარდა? რა თქმა უნდა, მივდივარ. ჩვენს მივდივარ. ჩვენს მივდივარ, ბატონო. არა, იმიტომ რომ მგონია რომ უაზვაც ახლა მაინც 20-ის demonstration of Ustream producer. მივდივარ. დიახ, მივდივარ. დიდი ენთუზიაზმი მივდივარ არჩევნებზე. მივდივარ. აუცილებლად. თუ გაგნიშნოს მივდივარ და თუ არა და აუცილებლად. 20 წელი არჩევნებზე არ დავსულა. სადავარ, მიწერილი, მოწერილი, არაფერი არ იცი. მიდიხართ არჩევნებზე? კი, რა თქმა უნდა. მიდიხართ არჩევნებზე? კი. აუცილებლად. აბარაკაცო, არჩევნებში ყოველთვის დავდივარ. კი, წავალ. არ მიდიხართ არჩევნებზე? This is a demonstration of Ustream producer. უნდა როდის არჩევნებია, მეტი არაფერი არ უნდა. რა გაკეთეს ხალხისთვის, არაფერი არ გაუკეთებია. ყველაფერი ჯიბეში მიაქვთ. და რისთვის წავიდო? არ წავ. წავალ, ბატონო. მიდიხართ არჩევნებზე? დიახ. მოკლედ ასეთია ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და პოზიციასთან დაკავშირებით მიდიან თუ არა ისინი არჩევნებზე. მე როგორც ჟურნალისტი და ერთ-ერთი მოქალაქე მოგიწოდებთ ნამდვილად წახვიდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი, იმიტომ რომ თავისუფალ არჩევანზე დგას ნორმალური სახელმწიფო და This is a demonstration of Ustream producer. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი კობა კვარაცხელია, 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მე ჟურნალისტი მალხაზ ჭკადოვა ვარ, ეს არის გადაცემა ჩვენი თვითმმართველობა. ჩვენ მომავალ ხუთშაბათს გემშვიდობებით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გამრიცხველიანობა არ აგვაქვს. სასმელი წყალი არ აგვაქვს. მე მოქალაქე ვარ და ფაქს ვუქმება, ღირსეულად ვიცხოვრო. მოქალაქეების საჭიროებებს ვიმსჯელებთ რადიო გადაცემაში ჩვენი თვითმმართველობა. ვისმინეთ და გვიყურეთ ინტერნეტში www.radioathinathi.g. თქვენ შეგიძლიათ შეკითხვები დაუსვათ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება. რადიო ათინათის პირდაპირ ეთერი ყოველ ხუთშაბათს 5:05 წუთზე. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით. დონური შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო SIDA.